მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, YouTube-ელებო. ეხლა გავაკეთებ გაშლას ორ დასტას. ეს არის The Spell Caster's Tarot Card და Golden Style Tarot Card. Old, ანუ ესეთი ორი დასტაა. პირველი, მეორე, აირჩიეთ, ან მოусმენთ ორივეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის. მადლობა ვინც პირადში მწერს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებს ჩემ არხს და გაქვთ საშუალება გაიგოთ ესა თუ ის ინფორმაცია. პირადად ეს არხი გახსნილია ურთიერთობების, სიყვარულის, პარტნიორების, ასე ვთქვათ, გასაგებად, ანუ ჩვენთვის საინტერესო ადამიანების პოზიცია. აი ესე დავარქმევდი, ხო? მე მგონი უკვე საკმარისი დროა, ან ორივეს მოусმენთ, ან აირჩიეთ, რომელიც გინდათ. დავიწყებ The Spell Caster's Tarot Card-ის გაშლით. გადავდოთ აი ეს დასტაა ახლა, რომელიც გამოგვადგება. რაღაცა ამბავი მოდის, გადმოხდა ამბავი. პირველ რიგში ჯერ გავიგოთ ენერგიები, ხო? რაღაც ამბავს ვიგებთ, კურ მოყვრით. კარტმა გვამცნო. ნახოთ ახლა დავამაგრო ეს კაცრავად. აბა, რა უნდა ვიცოდეთ დღეს და რა ენერგიები არის, ვინც ახლა უყურებს, შემოსულია, არა აქვს მნიშვნელობა, რა დროც არ უნდა იყოს. თქვენთვის აქტუალურია, პირადზეა, ურთიერთობებზეა. რა უნდა ვიცოდეთ დღეს და რა ენერგიებია დღეს, მთლიანობაში ჯერ სიგნიფიკატორი. ცდუნება, პირველი რაც ამოდის ცდუნება, ანუ ინფორმაცია სამყაროდან კი მოდის წარსულ სიყვარულზე, როგორც ჩანს, მაგრამ ამოტრიალებული რას ნიშნავს? უფრო შავი ენერგიებია. რაღაც ცდუნება, რაღაც ღალატია, რაღაც ტყუილია, რაღაც თლად კარგი ენერგიები არ არის. აი როგორ გითხრათ, სამყაროს კარტით ამოტრიალებული ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც გავიგეთ, ბოლომდე არ ვიცით რა, წარსულ სიყვარულს ეხება და ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, და ეს გვაღელვებს, არ ვიცით სიმართლეა თუ არა. ჩვენ მაინც სწორად დავაყენოთ, იმიტომ რომ მე ამოტრიალებული კარტების მნიშვნელობა ვიცი, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში არ ვიყენებ. ყველაფერი გასწორებული და სწორად მიყვარს. რა ვქნა, ნუ ეგეთი ვარ. ხო, წაღმა მიყვარს ყველაფერი და არა უკუღმა. იმიტომ რომ წაღმაც კარგად ჩანს ის უარყოფითი თუ რამეა. ამ შემთხვევაში წარსულ სიყვარულთან დაკავშირებით ვიგებთ იმ რაღაცა ბნელი ენერგიების ამბავს, ცდუნებას, ღალატს, შეცდენას, სხვა ქალთან რაღაც დროის გატარებას, რაც იყო, ანუ წარსული ინფორმაცია. თუ არის ასეთი ამდაგვარი ინფორმაცია თუ სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში და რეზონირდა, გააგრძელეთ ყურება. მაშინ რახან ესეთი ინფორმაცია მოდის, ვინ არის ეს ადამიანი, ხო? ჩაიფიქრეთ თქვენ. ვინ არის ეს ადამიანი, ვიზეც ეს ინფორმაცია გაიგეთ და ბოლომდე არ იცით მართალია, არ არის მართალი თუ, ანუ ხო მოკლედ ხო გესმით არა, ვინ არის ეს ადამიანი, ვინ არის? ვინ არის? კიდე ცდუნების კარტი ამოდის, რა ვქნა. ვინ არის ეს ადამიანი? მოკლედ ეს ადამიანი იყო ძალიან აქტიური, ან ურთიერთობაში, ან თქვენთან დამოკიდებულებაში, ანუ ნახეთ აქტიურობის კარტი უჩანდა, აი სიყვარული იყო, გრძნობა ნამდვილად იყო. მაგრამ რაღაცა მაცდუნა, რაღაცა შეაცდინა. აი ეს შავ ბნელ ენერგია მიაჯაჭვა,
დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ენერგო დამოკიდებულება ადამიანთან, არ ვიცი, სიტუაციასთან, ახლა ეს საჯარო გაშლაა და ასე არ ჩანს ზოგადად ვლაპარაკობ. პირადში ჩანს უკვე დეტალურად, მაგრამ ახლა როცა ამდენი ადამიანი გიყურებს და საჯაროა გაშლა, ინფორმაცია მოდის ნამდვილად, მაგრამ დეტალებს ვერ ჩაუღრმავდები, ხო? ეს ეხებოდა ოჯახს ურთიერთობას, ან თქვენი ოჯახის წევრია, ან თქვენ გქონდათ ურთიერთობა მასთან და ჩაიკეტა, ნახეთ, იმიტომ რომ გავლენაა ამისი, თუმცა დაიწყო ყველაფერი ძალიან ლამაზად, ნამდვილი სიყვარულით და ეხლა ძალიან დიდ ტრანსფორმაციას მაჩვენებენ, რაღაცა ტრანსფორმაციას განიცდის, იმიტომ რომ ჩაეკეტა ეს სიტუაცია. დამნაშავე არის ეს ენერგია, იცით რომელიც. ნახოთ ეხლა თქვენთან მიმართებაში. დავდო ეს. თქვენთან მიმართებაში. ეხლა ამ აწყო დროში რა ფიქრები, რა ემოციები, რა გრძნობა, საერთოდ რა აკავშირებს, ეხლა აწყო დროში ამ ადამიანს, თქვენთან მიმართებაში როგორაა. ინფორმაცია ზოგადი გავიგეთ, ხო? ნახეთ. კიდე ამოტრიალდა კარტი. თქვენთან მიმართებაში ეხლა ამ წუთას დაბმულია რაღაცამ, ხო მაჩვენა წინა კარტმაც შაკეტილო. აქაც მაჩვენებენ, რომ ბოლომდე გახსნილი არ არის. იგებს ამბავს, მაგრამ ნახეთ, აი ეს გრძნობა, რომელიც ქონდა, ეხლა ამოყირავებული აქ, ანუ ემოციონალური ფონი, ამოტრიალებული ცხრიანი თასები ნიშნავს ამას, რომ დაბნეულია. კი ქონდა გრძნობა და ნამდვილად მაჩვენა კარტმა, მაგრამ ეხლა არის ესეთ მდგომარეობაში, გავასწოროთ. რატომ? იმიტომ რომ აქ არის ენერგიების გაცვლა, გამოცვლა, ან დაკავშირებული შვილებთან, ოჯახის წევრებთან, ან რაღაცა, სიტუაცია, რის გამოც ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა და ჯერ დამთავრებული თქვენთან ურთიერთობა არაა. თქვენ ნახეთ, ყველაფერს აკეთებთ, რწყავთ, წარმოიდგინეთ, ხო? რომ თქვენ ეს ურთიერთობა შეინარჩუნოთ და სამყაროც შესაბამისად გაძლევთ ამის ურთიერთობას, რომ გრძელვადიანი იყოს და იქნება კიდევაც ბოლოს სურვილის შესრულება გაქვთ, მაგრამ ეხლა არის ესეთ გაურკვეველ მდგომარეობაში და მოდით ვკითხოთ მიზეზი. ხო? სამყარო გვაიმედებს, რომ აღდგება ურთიერთობა, სურვილი შეგისრულდებათ, გრძელვადიანი იქნება ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ არ არის დამთავრებული, პაუზაა დროებითი, მაგრამ მიზეზი რა იყო? რომ თქვენთან ესე რაღაცამ დააბორკა, ასე ვთქვათ, ხო? მიაჯაჭვრა, გააჩერა, არ ვიცი კიდე რა ვთქვა. რა იყო მიზეზი, რომ თქვენთან დროებით პაუზაა? თუ არის, რა თქმა უნდა. ცხოვრობს შეწირულის კარტი, სტაგნაცია, გაჩერება, გრძნობათა მორევი, სწრაფი ამბავი, ფინანსური სიტუაციაც და რა თქმა უნდა ზემოდან კი ბატონო, ეხლა უკვე ყველაფერი გასაგებია. ანუ როგორც ჩანს, ეს ადამიანი ეხლა ზემოდან ესჯება, კარმული რაღაც გაკვეთილი უნდა გაიაროს იმ თავისი სიტუაციებიდან გამომდინარე, რაც თქვათ წარსულში რაღაც დააშავა, დაარღვია. ნახეთ, მსხვერპლ შეწირულის კარტი. ეს არის ადამიანი აბსოლუტურად გაჩერებული, რომელიც გრძნობებს, გრძნობია არის, წყლის ტიქია, კაცი, რომელიც თავის გრძნობებს გამოხატავდა უცებ მალნინოსნა, რო იტყვიან, უსწრაფესად, რომელიც იყო თქვენთან სტაბილურად განწყობილი, ხო, რაღაცამ გააჩერა და ეს, რა თქმა უნდა, ზემოდან, the judgment ამოდის, გასამართლება ზემოდან, ხელი, ღვთიური ხელი, უზენაესი ძალების ხელები, ნახეთ, რაღაცას თხოვენ. ის რაღაცა ცოდვები, ხო, ამოვიდა შავი ენერგია. შესაბამისად, რაღაც ჩაიდინა ისეთი.
არასახარბიელო ნებათა ღელვა ქონდა, ცდუნება ქონდა, რა ვიცი კიდე რა, ხო, უამრავი რამეა. რითიც შეიძლება ადამიანი შეცდეს დღეს და ეს ანუ ავტორიტეტი, ანუ რას ნიშნავს, ხო, ეს კარტი. მის ავტორიტეტის შელახვას ასევე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა აი უკანონოს ქონდა ადგილი, იმიტომ რომ ეს არის კანონიერი კარტი. და ეს ეხებოდა ურთიერთობას, სიყვარულს. შეიძლება ოჯახი ყავდა, მე ხლა ესე ღრმად და დეტალურად ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლა პირადში ჩანს, შეიძლება ოჯახი ყავს და უკანონო ურთიერთობა დაამყარა ვიღაცასთან და ამის გამო ისჯება, ან შეიძლება პარტნიორთან რაღაც უთანხმოება მოუვიდა, უკანონოდ რაღაცა არ მოიტყუა, ან რაღაც დააშავა და ეხლა ისჯება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ზემოდან უმაღლესი არკანები ამოდის, ამიტომ არის ესეთ მდგომარეობაში. რაღაცაში შეცდა, ეხლა უშოთ ცდომა არავინ არ ვართ, ხო? მაგრამ როცა რაღაცას მოქმედებ და ჩადიხარ, ყოველთვის პასუხი მოგეთხოვება, ანუ გთხოვენ პასუხს და ეხლა ამ შემთხვევაში ამასაც ეს ამოსდის, მიზეზი ეს არის. ანუ მისი გაჩერების, ხო? The judgment. ეს გასამართლება ზემოდან. თქვენთან ურთიერთობას თუ გააგრძელებს, მაშინ ესე ვკითხოთ, აბა. თქვენთან ურთიერთობას თუ გააგრძელებს ეს ადამიანი, რაღაცას თხოვს სამყარო, ფაქტია, ალბათ უნდა გამოსწორდეს. თქვენთან ურთიერთობას თუ გააგრძელებს. სამკუთხედი ამოდის და ძალიან დიდი დარტყმა. მაგრამ ცოტა ხანი ესე დარტყმული იქნება. ხო, იმიტომ რომ ნახეთ დააშავა, აქაც ამოდის, შანს აძლევენ, შანს ყოველთვის აძლევენ და მე არ რაღაც გამონათება არის. სამკუთხედი არის ყველა ვარიანტში, ეს იყო სამკუთხედი, ან თქვენთან მიმართებაში, ან თვითონ, ან როგორც ამოვიდა, ხო? რომ ოჯახი ყავდა და გვერდით კიდე რაღაც. აი ამის გამო იტანჯება. რაღაც დააშავა მოკლედ. არ სწორად მოიქცა, რა თქმა უნდა მალავდა, რა თქმა უნდა ამის გამოც ნახეთ როგორი დაბრკოლებები, როგორი მთა აღიმართა თქვენთან მიმართებაში იმ სიამოვნებისთვის, იმ დროსტარებისთვის ეხლა ისჯება და ძალიან დიდი დარტყმა აქვს. ან თქვენ ჩაგაყენათ ასეთ მდგომარეობაში, ან თვითონაც რა თქმა უნდა არასწორად მოიქცა, ამის გამო არის ესე, შანს აძლევენ, მაგრამ ფინანსურად დაარტყის. ყველანაირად გირწყავს მერე რა, ანუ რაც ყველაზე სუსტი გაქვს, იქ გირწყავს და ამ შემთხვევაში ამას ეს ფინანსური დარტყმა ამოსდის. მაშინ თუ გამოსწორდება მისი მდგომარეობა, თუ შეიგნებს მის დანაშაულს და სამყაროც გულისხმიერად რაღაცა შანს მისცემს, აი ესეთი კითხვა პასუხი დამებადა. თუ გამოსწორდება მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ვიღაცა კაცი ამოდის, რომელიც გამოასწორებს და ეხმარება, შეიძლება მეგობარი, ახლობელი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი ცოტა დრო ჭირდება, იმიტომ რომ გასარკვევი აქვს რაღაცეები, თავის თავზე აქვს აღებული ძალიან დიდი რაღაც ტვირთი, ეხლა პოზიციების დაცვაში აიგერიებს, ამტრებს, ამოწინააღმდეგებს და ამოდის მუშაობა, ანუ ფაქტიურად მუშაობს ამაზე, მაგრამ ბოლოს კი ბატონო, შეიძლება თქვენ ამოხვედით ქალი, რომელიც დაეხმარება ფინანსურ საკითხს ეხება, ეხლა ამ წუთას ადარდებს ეს სიტუაცია. ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ხო და ამოდის ისევე ახალი დასაწყისი, ანუ ყველა ვარიანტში შანსი მიეცემა. ცოტა გაუჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენც ამოდიხართ, შეიძლება გვერდით დაუდგეთ, ან უბრალოდ სიტუაცია ამოსდის უკვე დასტაბილურებული. და ვნახოთ, აბა, ამ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ თუ გაგრძელდება ისევ თქვენი ურთიერთობა, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, არ აქვს მნიშვნელობა, გაინტერესებთ ადამიანი, პიროვნება და მასზეა გაშლა. აი რომ დაუსტაბილურდება სიტუაცია, თუ გაგრძელდება თქვენსა და მას შორის ურთიერთობა.
კი ბატონო, გაგრძელდება. ერთი პერიოდი ამოდის გამარჯვება და რა თქმა უნდა ესეც სამყაროდან, ანუ სამყაროდან რა სამართლიანად მოიგერიებს ამ მოწინააღმდეგეებს, ამ სიტუაციას და ამოსდის ძალიან კარგი კარტი, ეს არის იმპერატრიცა. შეიძლება თქვენ მოიაზრებით, ან ენერგია არის მატების, სტაბილურობის, დალაგების. ყოველ შემთხვევაში გამარჯვება აქ სამართლიანად მოგერიება, გაიმარჯვებს მტრებზე და ასე ვთქვათ და შემდეგ ისევე დაუსტაბილურდება და რახან მკითხეთ თქვენთან მიმართებაში, ესე იგი თქვენ მოიაზრებით მის იმპერატრიცის ვარიანტში და სამყარო გიხსნით კარს თქვენ და მას სტაბილურად გეყოლებათ ეს ადამიანი. დიახ ბატონო, აი ესე ლამაზად დამთავრდა ეს პირველი გაშლა. ადამიანზე, პიროვნებაზე თვითონ კარტმა რა ინფორმაციაც გადმოიცა. ეხლა დროებით პაუზაა, მაგრამ დაელოდეთ. მადლობა პირველებო, ნახოთ ეხლა მეორე ვარიანტიც. მეორე ვარიანტი არის Old Style Tarot Card. ესეც კლასიკური რაიდერის დასტა. და აი ვინც მეორე აირჩია ესეთია. და დავიწყეთ ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ მეორე ვარიანტებობა. თქვენთან რა ხდება? დამილაიქეთ, მომწერეთ კომენტარი, გამიხარდება. რა ენერგიებში ხართ თქვენ, ვინც უყურებთ ახლა მეორე ვარიანტს. ბევრი ტვირთი გაქვთ საზიდი. ნახეთ, აქ ამოდის თქვენი ენერგია, ხო ვკითხეთ თქვენზე. ძალიან ბევრ შრომობთ, უამრავ რამეს იღებთ თქვენ თავზე, რო იყვიან ეს ტვირთი, ეს სიტუაცია, რასაც თქვენ ზიდავთ და ათრევთ წლებია. ცოტა გაგტეხათ, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ყავდათ თქვენ ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაინც ურყევათ, აი რო იყვიან მტკიცეთ, მიუყვებით თქვენი ცხოვრების გზას, არ ვიცი ხა რა სიტუაციაში ხართ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო გაშლა და პირადში ამოდის უკვე დეტალურად, მაგრამ გამარჯვება გაქვთ. იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც თქვენ აკეთებთ, კომპენსაცია არის გამარჯვება და ის რომ ან ადამიანი გამოგდით დამხმარე, მფარველი ამ ცხოვრებაში, ან შეიძლება თუნდაც უხილავი იყოს, მაგრამ ცივი გონებით, ნახეთ, რაღაც მომენტებში, როცა გიჭირთ, ანუ ირთვება, აი რო იყვიან ესე და ცივი გონებით მიუყვებით თქვენს ცხოვრებას და სწორად წვიტავთ ყველაფერს, ანუ გამარჯვება გაქვთ. აი ესეთი ენერგიებია მეორე ვარიანტთან და რახან პარტნიორებზეა და პირადზეა, ვკითხოთ ახლა. თქვენთვის საინტერესო ადამიანი რა მდგომარეობაშია, რა ენერგიებში ჩაიფიქრეთ მეორეებო და ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ეს ადამიანი? მეორე ვარიანტისთვის ვინ არის? პაჟის პოზიცია ამოდის. ოჯახის კარტი ამოდის. რაღაცა დაგეგმარება, რეალიზაცია და საიდუმლო. რატომ? შვილი ამოსდის, ან თქვენ ან მას და დარდი. ან შვილზე, ან ოჯახის წევრზე, ან ახალგაზრდა ბიჭზე, უფრო სწორად რა. ადამიანზე, ხო, ან იმას აქ დარდი, ან თქვენ გაქვთ კიდევ ერთხელ ვიძახი პირადი გაშლა, გრძნობა ამოდის კი. თქვენს მიმართ არის გრძნობით და ფიქრობს კიდევაც. იმპერატორი ამოდის, ანუ თვითონ ამოდის, როგორც იმპერატორი. პაჟის პოზიცია რა, რაღაც დაბრკოლებები, ოჯახთან დაკავშირებით, აქ რაღაც იდეები, მაგრამ დაფარული, ანუ აქ შეიძლება ხა ბევრნაირად წავიკითხოთ. ამ შემთხვევაში რაღაცას არ ამბობს, შვილთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, ელოდება რაღაც ამბავს, აქტიურობს, გრძნობა აქვს და ორი პერიოდი ამოდის, ფიქრობს, რაღაცას ფიქრობს, რომ დაასტაბილუროს სიტუაცია, ანუ ოჯახში აქ რაღაც არეულობა, რომელიც ეხება შვილს. პატარა ასაკით პატარას, არ ვიცი რა სიტუაციაა, ან
თვითონ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაც აერია ოჯახში და ფიქრობს, როგორ ისევ გახდეს იმპერატორი ბრძანებელი. თუ არის ამდაგვარი სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება, რა ვიცი, რა ინფორმაციაც მოვიდა, ეს არის. ნახოთ ახლა თქვენთან მიმართებაში რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს. ეხლა მაწყო დროში ვინც მეორე ვარიანტი შეიფიქრა. თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. გამარჯვებას და სამყაროს კარტი. ანუ სამყარომ შეგახვედრათ ეს ადამიანი და აღდგენის კარტი. თქვენ აქ სანერვიულო არაფერი გაქვთ, გრძნობით თასით, სავსე ამოდის გრძნობი არის ადამიანი. თვითონ ამოდის სამყაროს კარტი, რაც ნიშნავს ან შორს არის, ან სოციალური, აი ესეთი სოციალურ ქსელებში გაქვთ ურთიერთობა, ან სხვა ქალაქშია. ყოველ შემთხვევაში აქ გამოდის ერთი პერიოდი გზა, ან და გაგება ამბის და გადაწყვეტილების მიღება, მოკლედ გამარჯვება და ურთიერთობის გაგრძელება. აღდგენ the star ნიშნავს ძალიან ბევრ რამესთან სამყაროსთან ერთად, ძალიან დადებითი და კარგი კარტია. ეს ადამიანი თუ რამე პრობლემა აქვს ეხლა ოჯახის წევრთან და მიმართებაში შვილთან, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიძახი საჯარო გაშლა. რას ნერვიულობს, რას დარდობს, ყველაფერი გაივლის. თქვენთან მიმართებაში იდეალური კარტები აქვს. ჯერ ერთი რო გრძნობა აქვს და მერე გრძელდება თქვენი ურთიერთობა. ანუ ხანგრძლივია. სამყარო გაერთიანებთ. რა ვიცი, ალბათ soulmate-იან ჭირდები. თქვენ და თქვენს გჭირდებათ ეს ადამიანი. სამყარო უკეთესად იცის და ახლო მომავალი თქვენსა და ამ ადამიანის შორის როგორი იქნება. მხოლოდ რჩევას ვეკითხები. იმიტომ რომ მეორე ვარიანტი იდეალური ამოვიდა. დროებითი პრობლემა ყველას აქვს, თავარია ჩვენ არ გავჩერდეთ და ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. დაიმახსოვრეთ და აბა თქვენთან მიმართებაში და საერთოდ ახლო მომავალი თქვენ და ეს ადამიანი როგორ იქნებით ახლო მომავალი, ხო? როგორ იქნებით? თუ ეხლა დარდობთ რაღაცას, ფიქრობთ, ჩბოთები გაქვთ, თუ რაღაც კონფლიქტი იყო პატარა, თუ რაღაც დაბრკოლება იყო და ამოვიდა რაც გითხარით უკვე, დაბალანსდება ყველაფერი, არის ნერვიულოდ, არ აყვეთ ნერვებს, ეხლა ესეთი პერიოდია, თქვენ ძალიან გრძნობი არის, ამოდიხართ აქ ამ შემთხვევაში, თქვენ სიმართლეს ამტკიცებთ, კი ბატონო, მართალი ხართ, გეთანხმებით, მაგრამ გაიგეთ ამ ადამიანის სიტუაციაც, რაღაცა პრობლემა შეემთხვა, კაცები უფრო სუსტები არიან, ქალები უფრო ძლიერები ვართ, მისთვის შეიძლება ეს სიტუაცია პრობლემატური არის და თქვენთვის არ არის. ყოველ შემთხვევაში თქვენ უნდა მიუდგეთ მას, აი რო იტყვიან მიმღებლობა ისწავლოთ, გაიგოთ ეს ადამიანი სხვანაირად შეხედოთ, გვერდულად შეხედოთ სიტუაციას, იმიტომ რომ იგერიებს ამ უთანხმოებას, ამ კონფლიქტს, ბალანსი გამოდის, თქვენ გამოდიხართ და დასტაბილურდება ურთიერთობა აუცილებლად. ის რაღაცა რო იყო, ხო, იმას მოიგერიებს. კი ბატონო, ნერვიულობს ეხლა ძალიან, მაგრამ მოქმედება არის. ანუ აი ამ სიტუაციამ რაც ნახეთ რო აგიხსნათ რაღაცაზე ინერვიულა ოჯახთან მიმართებაში, ოჯახის წევრთან მიმართებაში დარდი ამოდის, ტკივილი ამოდის და ძალების გამოლევა, მაგრამ აგერ აღდგენაც ამოდის მალე. ძალიან მალე და ისევ თქვენთან ურთიერთობის დალაგება. ამიტომ დაელოდეთ. დღეს სულიერად ყველას უჭირს და ყველას რაღაც პრობლემა აქვს. ამიტომ აი ესეთი ცოტა დაძაბული სიტუაცია სამყაროში. მაგრამ ყველაფერი დალაგდება და ბოლოს რას გირჩევენ თქვენ? სტაბილურობა ჩანს, ყველა ვარიანტში გააგრძელებთ ამ ადამიანთან თუ ეხლა რაღაც ისეთი სიტუაცია გაგრძელდება, აგერ ამოდის თვითონ მხედარი თასების გრძნობით სავსე თქვენთან მიმართებაში და სტაბილური ურთიერთობა. ანუ ცოტა ხანი გაჩერება აქვს, სტაგნაცია აქვს, მაგრამ მოდის აუცილებლად რაღაც სიტუაცია აქვს და სტაბილურად
დადგება თქვენს გვერდით. დაელოდეთ, რაღაც პრობლემები აქვს, კონფლიქტი აქვს, ამასაც მოწინააღმდეგეები ყავს, შეიძლება რაღაცას დარდობს, ბოლომდე არ გეუნებათ, მაგრამ ყველაფერი დასტაბილურდება. ოჯახური რაღაც პრობლემები აქვს, რომელსაც მოაგვარებს და ისევ გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას. ამბებს გაიგებთ. კი ბატონო. აი ეს იყო სულ. მოკლედ მე ხა დავამთავრე, თქვენ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დამილაიქეთ. მომწერეთ კომენტარი, რომ ჩემთვისაც კარგია, სტიმული მეძლევა, რომ მეტი ვიდეო ჩაგიწეროთ. აბა თქვენ იცით. წარმატება.